Well, thank you, Mr. Fukuyama, for finding time in your busy schedule. I know you had a very busy 3 days. დიდი მადლობა ბატონო ფრენსის, რომ დრო გამონახეთ ტაბულას მაყურებლებისთვის. ვიცით, რომ ძალიან დატვირთული 3 დღე გქონდათ, თუ შეგიძლიათ, თქვენი ვიზიტი შეაჯამოთ. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდით, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას ეხებოდა საქართველოს მაგალითზე. Sure. I have been working on the question of governance. მე მართვისა და სახელმწიფოს ეფექტიანობის საკითხებზე ვმუშაობ ბოლო 10-15 წელია. ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა. საქართველოს აღსანიშნავი მაგალითია ამ კუთხით. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმა საჯარო სამსახურში ბოლო 10 წლეულის მანძილზე კორუფციის აღმოფხვრა, ეფექტური სახელმწიფო სამსახურების შექმნა, ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ საქართველოს მაგალითზე სხვა ქვეყნები მათ უნდა ისწავლონ. მე ამის შესახებ წაკითხული მქონდა, თუმცა ახლოდან არ მინახავს. სწორედ ამიტომ მოვაწყოთ ეს კონფერენცია. სურდა შეგვესწავლა და მონაწილეებისგან მოგვესმინა ამ რეფორმის სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტები. საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდები მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საკითხებს მიმოვიხილავთ. ბევრი ამტკიცებს, რომ ამერიკა როგორც სუპერძალა დაღმასვლას განიცდის. ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი და კომენტატორი, მაგალითად ჩარლზ კრაუთჰამერი ამტკიცებს, რომ დაღმასვლა არჩევანია, ამერიკის ხელისუფლების არჩევანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, განიცდის თუ არა ამერიკა დაღმასვლას? Well, I think that American civilization is not in decline at all. მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ცივილიზაცია არანაირ დაღმასვლას არ განიცდის. Fairly rapidly, and I think პირიქით, ეს განვითარებული მსოფლიოს ის ნაწილია, რომელიც სწრაფად ვითარდება. მაგალითად, ფიქლის გაზის რევოლუცია, ნავთობის რევოლუცია, სილიკონის ველის დომინაცია ტექნოლოგიების სფეროში. ეს ყველაფერი იმის დასტურია, თუ როგორი სიცოცხლის უნარიანი და ინოვაციურია ამერიკული ეკონომიკა. მე სხვა ტერმინს გამოვიყენებდი ამერიკის ხელისუფლების აღსაწერად. ფიქრობ, ის იფიტება. კონგრესს ბიუჯეტი არ მიუღია ბოლო 6-7 წლის მანძილზე. პოლარიზაციის მაღალმა ხარისხმა გამოიწვია ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე დღის მანძილზე გასულ შემოდგომაზე. დასაკვირველია, ეს შეერთებულ შტატებს კოლაფსამდე არ მიიყვანს, მაგრამ უდავოდ დააზიანებს წარმოდგენას ამერიკული დემოკრატიის ეფექტიანობის შესახებ. რა იწვევს ასეთ პოლარიზაციას? ეს ძალიან რთული კითხვაა. გარკვეულწილად ის, რომ ამერიკული საზოგადოება დაიყო იდეოლოგიურ დაჯგუფებებად. ნაწილობრივ იმან, რომ რესპუბლიკური პარტიის რაღაც ნაწილი უკიდურესად მარჯვნივ გადაიხარა. როცა ამ ყველაფერს დაამატებ ამერიკული კონსტიტუციის ბუნებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უმცირესობას დაბლოკოს უმრავლესობა, იღებს სიტუაციას, რომელშიც ახლა ვართ. Well, you've been one of the main contributors to Reagan doctrine and თქვენ რეიგანის დოქტრინის ერთ-ერთი კონტრიბუტორი ბრძანდებით ამავდროულად 2008 წელს ობამას დაუჭირეთ მხარი. რას ფიქრობთ მის მოღვაწეობაზე დღევანდელი გადმოსახედიდან? I thought his first 4 years were okay in terms of foreign policy. I think his ფიქრობ საგარეო პოლიტიკის კუთხით პირველ 4 წელს არაუშავდა. მეორება და კატასტროფა იყო. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მან გამოამჟღავნა, რომ იმდენად არ სურს შეერთებული შტატების გავლენის გავრცელება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საფრთხის ქვეშ დააყენა, ან გაანერვიულა ამერიკის ბევრი მოკავშირე. ამან ხელი შეუწყო ისედაც მღელვარე მსოფლიოში არასტაბილურობის განცდის ზრდას. Situation in Ukraine now, like talking about the influence of the რადგან ამერიკის გავლენაზე ვსაუბრობთ, უკრაინაზე გკითხავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებს გავლენა არ მოუხდენია კრემლის მოქმედებებზე.
მას არც რუსეთის ეკონომიკაზე მოუხდენია განსაკუთრებული გავლენა. როგორ ფიქრობთ, რა არის ეფექტური ზომა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ არაეფექტური სანქციების მიღების პროცესიც კი გართულებულია ევროპის ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია. უცნაურად იქცევა ყოფილი საბჭოთა ბლოკის რამდენიმე ქვეყანა, ჩეხეთი, უნგრეთი. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ უფრო მკაცრ სანქციებზე. ყველა შემთხვევაში უნდა გავზარდოთ ტყევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა, რაც ბევრ ქვეყანას ნაკლებ დამოკიდებულს გახდის რუსულ გაზზე. მაგრამ ახლა დაპირისპირება უკვე იქამდეა მისული, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვიფიქროთ. ეს მათ სჭირდებათ რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად. მის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში ობამამ გამორიცხა რუსეთსა და ამერიკას შორის სამხედრო კონფრონტაცია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ამის თქმა მიუხედავად იმისა, გამორიცხულია თუ არა სამხედრო დაპირისპირება რეალურად? ხშირად ამბობენ, რომ ძალა მხოლოდ ობიექტური მონაცემებით არ იზომება, რომ ის ფორმულაა. ობიექტური მონაცემები გამრავლებული მისი გამოყენების მზადყოფნაზე. ყველანი ვხედავთ, რომ პუტინი მზადაა გამოიყენოს ის ძალა, რაც მას აქვს. როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინასწარ ამბობს, რომ არ გამოიყენებს იმ ძალას, რაც მას აქვს რევიზიონისტი რუსეთის წინააღმდეგ, რამდენად სწორი ნაბიჯია ეს. ვიცი, რომ ობამამ მკაცრად გააკრიტიკეს ამ სიტყვების გამო. მე ასეთი კრიტიკული არ ვარ. მე არ ვფიქრობ, რომ ისეთი ნაბიჯებით უნდა დავიმუქროთ, რომლის გადასადგმელადაც მზად არ ვართ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა იგულისხმება სამხედრო დაპირისპირებაში. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების ჯარი უნდა შევიდეს, არ მგონია, რომ ობამა ან კონგრესი მზად იყოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად. არ ვფიქრობ, რომ მუქარა, რომელიც სინამდვილეში ბლეფია, სასარგებლო იქნებოდა. თუმცა მეორე მხრივ, ობამას უნდა ვუსაყვედუროთ ის, რომ უფრო რეალისტურ სამხედრო დახმარებას არ განიხილავს, უფრო კონკრეტულად იარაღის მიწოდებას, თანამშრომლობას დაზვერვის კუთხით. სამხედრო დახმარების ბევრი გზა არ არსებობს, რაც კიევს შეიძლება გაუწიოს შეერთებულმა შტატებმა. სხვა რეგიონშიც გადავინაცვლოთ, როგორ შეაფასებდით რადიკალური ისლამის საფრთხეს თავისუფალი სამყაროსთვის? ვფიქრობ, ეს უფრო ნაკლები საფრთხეა თავისუფალი სამყაროსთვის, ვიდრე რუსეთი და ჩინეთი. იმიტომ, რომ რუსეთს და ჩინეთს გაცილებით მეტი რესურსი აქვს და იმ ხალხს ემუქრება, ვინც ჩვენთვის გაცილებით ძვირფასია, ჩვენს მოკავშირეებს. ჯიჰადის ახალი ტალღა, რასაც ახლა ვხედავთ, რეალურად სუნიტებისა და შიიტების კონფლიქტია და საუდის არაბეთისა და ირანის დაპირისპირების ჭრილში უნდა შევხედოთ. ცხადია, ეს საშინელებაა იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, რასისაც წიკით მსხვერპლად იქცა მოსახლეობა და სავარაუდოდ კიდევ იქცევა. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ უშუალოდ დასავლეთისთვის ეს იმ დონის საფრთხეს წარმოადგენს, რასაც რუსეთი ან ჩინეთი. მე ვხვდები, რომ ყველაფერი შედარებითია, მაგრამ 9/11 ტერორიზმი ეს საფრთხე არ არის. ეს საფრთხეა, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაჭარბებულად შეაფასა ტერორიზმის საფრთხე შეერთებული შტატების მიმართ. ამან გადაგვადგმევინა ისეთი სულელური ნაბიჯი, როგორიც ერაყში ინტერვენცია იყო. ვფიქრობ, ჩვენ გადაჭარბებული რეაქცია მივეცით და ენერგია და ფინანსური რესურსი დავხარჯეთ არასაჭირო ომზე. ვფიქრობ, დღეს ამიტომ ვართ ამ დღეში. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა. ვფიქრობ, ჩვენ შორიდან უნდა ვაბალანსოთ, რომ ასადმა, ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში ან ვინმე სხვამ დომინანტი პოზიცია არ დაიკავოს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული შედეგის უზრუნველყოფა, ისეთის როგორიცაა დემოკრატიული ირანი. ან სირიის სამოქალაქო ომის დასრულება. ჩვენ ამ ეტაპზე ეს უბრალოდ არ შეგვიძლია. Let's come back to Georgia. You just mentioned that during the past decade, Georgia has implemented reforms
საქართველოს დაუბრუნდეთ, თქვენ ახლახან ახსენეთ, რომ საქართველომ გასულ 10 წლეულში ისეთი რეფორმები გაატარა, რომელიც სამაგალითოა სხვებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში, მაგრამ ისიცაა, რომ ხელისუფლებას, რომელსაც ეს სამაგალითო რეფორმები გაატარა, ხშირად აკრიტიკებენ ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციისთვის. თქვენ ეს კონფერენციაზეც ახსენეთ, ციტირებას აღარ მოვახდენ. თუ შეგიძლიათ განავრცოთ, რა კავშირია რეფორმებსა და ძალაუფლების კონცენტრაციას შორის? იმისთვის, რომ რეფორმები განახორციელო, პოლიტიკური ძალა გჭირდება. წინა ხელისუფლებას ჰქონდა დიდი პოლიტიკური ძალაუფლება და ვარდების რევოლუციის შემდეგ მან ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენა. მაგრამ პრობლემა, რომელიც დაუბალანსებელ ძალას ახლავს, არის ის, რომ ადრე თუ გვიან მისით ბოროტად სარგებლობა ხდება. ვფიქრობ, ეს მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც, ასე რომ გარკვეულწილად გასაგებია ის რეაქცია, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა. ყველაფერი შეიძლება იყოს მართალი ერთდროულად, ის რომ მათ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ ჩაიდინეს ისეთი რაღაცეებიც, რაც არც თუ კარგად გამოიყურება. სახელმწიფოს მშენებლობის კონტექსტში რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამჟამინდელ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს თავისუფალი სამყარო წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნის გამო. სტატისტიკას აღარ ჩამოთვლი, ალბათ იცით, რომ 6 უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილი ხელისუფლებიდან ან ციხეშია, წინასწარ პატიმრობაში ან დაუსწრებლად აქვს მისჯილი წინასწარი პატიმრობა. რა ეფექტი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე მომდევნოს მიერ წინა ხელისუფლების სისხლისამართლებრივი დევნის პროცესს ისეთ მყიფე დემოკრატიებში, როგორიც საქართველოა? Look, it's very hard for an outsider to judge actually what evidence exists for a criminal prosecution of these officials. გარეშე პირისთვის რთულია იმის განსჯა, თუ რა სახის მტკიცებულებები უდევს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნას საფუძვლად. ის რაც ხდება, კარგ შტაბეჭდილებას ნამდვილად არტოვებს. შტაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკურ ვენდეტასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, სამართლებრივი პროცესი თუ ის სამართლიანია, ძალიან რთული და ხანგრძლივი იქნება. ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ გადაცდომებთან გამკლავების სხვა გზებიც არსებობს. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ჩადენილ დანაშაულებს. გადააბიჯოთ ამ ყველაფერს და დღის წესრიგში მდგარი, შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დაიწყოთ. ვფიქრობ, რაც მალე გადააბიჯებთ ამ საკითხს და გადახვალთ შემდეგზე, მით უკეთესია. რამდენიმე სიტყვა რუსეთის შესახებ თქვენ ახლახან თქვით, რომ ობამას პირველი 4 წლით კმაყოფილი ხართ. პირველი ვადის პროდუქტია გადატვირთვის პოლიტიკაც. რა გამოდის, გადატვირთვის პოლიტიკაც მოგწონთ, როგორ შეაფასებდით გადატვირთვის პოლიტიკას და როგორ ფიქრობთ, რა სურს პუტინს? ვფიქრობ, გადატვირთვის პოლიტიკის ცდა ღირდა. პუტინი მაფიის ბოსია. შენ შეიძლება გარიგებაში შეხვიდე მაფიის ბოსთან. მისცემ იმას, რაც მას უნდა, მოგცემს იმას, რაც შენ გინდა. პოლიცია ხშირად იქცევა ასე რომ იდეა, რომ მასთან ასე მუშაობა გვეცა და არასწორი არ იყო. ჩვენ დავთმეთ ის, რისი დათმობა შეგვეძლო, მათგან მივიღეთ გარკვეული თანამშრომლობა. სხვათა შორის, როდესაც მედვედევი იყო პრეზიდენტი, რუსეთს ვეტო არ დაუდია გაეროში რეზოლუციისთვის ლიბიაზე. ვფიქრობ, გადატვირთვის პოლიტიკიდან რაღაც შედეგები მივიღეთ. ძალიან ლიმიტირებული, მაგრამ მაინც. თუმცა პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ყველაფერი არარელევანტური გახდა, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ, რომ არასწორი იყო, რომ ვცადეთ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა პუტინს ცოტა ხნის წინ მან ყაზახეთზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ სახელმწიფოებრიობა არ ქონიათ. ყველამ ვიცით, რომ საქართველოსაც უჭირავს თვალი. უпроსტად შექმნა უდევს აქ. სად ხედავთ პუტინს 10 წელიწადში, საით მიდის? Where do you see him like in 10 years' time from here? Okay, so there's two different questions. Where does he want to go and where will he actually get to? აქ ორი სხვადასხვა კითხვაა. ერთი ის თუ რა უნდა პუტინს და მეორე სადამდე მოახერხებს მისვლას.
ყველამ ვიცით რაც უნდა, საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს მან ცხადად თქვა. ვფიქრობ ეს ევრაზიული საბაჟო კავშირიც ამ იდეის ნაწილია, მაგრამ ცალკე საკითხია რამდენად შეძლებს და ამაზე პასუხი არავის აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობაში იქნება რუსული ეკონომიკა. რა პასუხს გასცემს დანარჩენი სამყარო პუტინს. რამდენად მედგრად დაუხდებიან ის ქვეყნები, ვისაც ემუქრება. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ თქვენი ვიზიტის ბოლო დღეს. ბედნიერ მგზავრობას და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.